და როდესაც დაინახა ხალხი, ავიდა მთაზე და დაჯდა და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. ქრისტემ რომ თქვა ეს, ნუზრუნავთ, ამასთანავე ქრისტემ იზრუნა მშიერ ხალხზე. წაგიკითხავთ, რას ამბობს ამაზე პატრიარქი შიო მესამე. როცა ჯვარს ბომბავენ, ტაძარს ბომბავენ, სიტყვას ვერ ამბობ, რომ ეს არის ბოროტება და ეს რომ რუსეთმა გააკეთა, ამაზე დუმხარ, მაშინ მე საიდან ვნახო, რომ რუსეთის მხარე ზარდგა ხარ. უბრალოდ რო ეთქვა საპატრიარქოს ამ პატრიარქს, წუხვართ ეს რომ მოხდა. წუხვართ, ხო? ვერ თქვა, რატომ? იმიტომ რომ ეს რუსეთმა გააკეთა. ამ პატიმრებზე ხელისუფლებას შეწყალებით მიმართო, ამას სინოდის შეკრება რაში ჭირდება? სიმართლეს უნდა ემსახურო და არა სიმდიდრეს. ქრისტე ხედავს ყველაფერს, ღმერთი ხედავს და ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც დიდეს მტრებსაც არ შეუშინები ვარ და თავი არ დაგვიხრია და ასე რომ გავიმარჯვებთ. მოგესალმებით, დღეს ჩვენ გვექნება სახარების განმარტება, კვირის სახარება, სულთმოქმედებიდან მესამე კვირის სახარების განმარტება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი სახარებაში და ამავდროულად ეს არის სწავლება, რომელიც ასწავლა, რომელიც უთხრა მოწაფეებს. ჩვენი დღევანდელი სახარება ასე იწყება. სხეულის სანთელი თვალია. მას თუ შენი თვალი სუფთა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. ეს არის მათეს სახარების მე-6 თავი. და მთლიანობაში აი ეს სწავლება იწყება მე-5 თავიდან და მთავრდება მე-7 თავის ჩათვლით მე-8 თავთან. ხა ამას რატო ვყვები? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დააკვირდით ერთ რაღაცას, რომ მარკოზის სახარებაში წერია ესეთი რამე. ბევრი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ. ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ. თავის მოწაფეებს კი განმარტებით უხსნიდა ყველაფერს. ეს არის მარკოზის მე-4 თავი და მათესთან მე-13 თავში წერია, რომ ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ. აი მე-5 თავიდან მე-7 თავის ჩათვლით არ არის იგავები. მე-5 თავიდან მე-7 თავის ჩათვლით არის სწავლება, არის განმარტებითი სწავლება და მე-5 თავი იწყება ასე. და როდესაც დაინახა ხალხი, ავიდა მთაზე და დაჯდა და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და გახსნა ბაგეები და ასწავლიდა მათ, ანუ მოწაფეებს და ეუბნებოდა, ნეტარ არიან ღატაკნი სულით, რადგან მათია ცათა სასუფეველი. ხა მე-8 თავი ასე იწყება. ხოლო როდესაც მთიდან ჩამოვიდა დიდძალი ხალხი მისდევდა მას უკან. დააკვირდით, მე-5 თავიდან მე-7-ს ჩათვლით არის ნეტარებები, თქვენ ხართ მარილი, ნათელი სოფლისა, სწავლება რჯულზე, სწავლება მრისხანებაზე, სწავლება მრუშობაზე, სწავლება გარყვნილობაზე, ფიცზე, სამაგიეროს გადახდაზე, სწავლება ტრების სიყვარულზე, ლოცვაზე, მარხვაზე, საუნჯეზე, ორ ბატონის მსახურებაზე,
ნუზრუნავთ ანუ ნუშფოთავთ ამ ქვეყნიური სიცოცხლისთვის ვიწროა კარიბჭე და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი ასწავლა მოწაფეებს. ამას იმიტომ გიხსნით რომ ეს არ ესმით დღეს ბევრ სასულიერო პირსაც და ესე გონიათ რომ და აქ რო წერია და როდესაც დაინახა იესომ ხალხი ავიდა მთაზე და დაჯდა და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები ეს გონიათ აი რაღაც თითქოს ამაღლებულ ადგილას ავიდა და იქიდან უქადაგა ხალხს. ეს არ უქადაგია ხალხისთვის. ეს ქადაგება პირდაპირ არის სასულიერო პირები დღევანდელი გაგებით სასულიერო პირებისთვის რომ ნეტარიყვნენ გლახაკნი ეს უთხრა სასულიერო პირებს მოციქულებს უთხრა მოციქულებს ასწავლა და ნეტარიყვნენ თქვენ როცა ბლოვიარე ხართ ნეტარიყვნენ როცა სიმართლეს ეძებთ და წყურვალი ხართ სიმართლისათვის და ნეტარიყვნენ როცა დევნილნი ხართ აი ეს ყველაფერი მოციქულებს ასწავლა და მოციქულებმა ასწავლა ეკლესიას და ეკლესია უნდა ანუ ღვთისმსახურები უნდა ასრულებდნენ ამ ყველაფერს. აი ახლა წაგიკითხავთ რას ამბობს ამაზე პატრიარქი შიო მესამე. ერთხელ როდესაც უფალი იესო ქრისტეს ბევრი ხალხი მიყვებოდა თან მან დაინახა ეს სიმრავლე მთაზე ავიდა და მთიდან წარმოთქვა თავისი ქადაგება რომელმაც სრულად შეცვალა სმენელთა წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სიკეთე როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა რა არის ცხოვრებაში მთავარი და მეორე ხარისხოვანი ანუ შიო მესამე ამბობს რომ ეს უქადაგა ხალხს ქრისტემ და თვითონაც საუკეთესო ბოლო მოდელი ტოიოტათი მივიდა სამების კარებთან წითელ ხალიჩაზე გაიარა შევიდა საკურთხეველში დაიფარა ოქროს მიტრა აღაპორხელები ღვთის წინაშე მადლობა უთხრა ამ ყველაფრისთვის და მოუბრუნდა მშიერ ხალხს და უთხრა რა უფრო მთავარია ეძებდეთ ღვთის სიმართლეს თუ საჭმელს და სასმელს ანუ ხალხს კითხა ეს და ეს ხალხს კი არ უნდა კითხოს და ხალხს კი არ უნდა უთხრას სიმართლე რო უპირატესია არამედ უნდა უთხრას მღვდელმთავრებს ჯაღმაიძეს ბოტკოველს მათ უნდა უთხრათ რომ და თავის თავს რომ სიმართლეს უნდა ემსახურონ და არა სიმდიდრეს ამიტომ ხალხიც რა თქმა უნდა ამაზე ბევრი აღშფოთდა და სწორადაც აღშფოთდა როცა გაჭირვებულ ხალხს ამას ეუბნები და შენ ცხოვრებით ამას არ აჩვენებ მაგალითად ბოტკოველმა იმის გამო რომ მე განვეყენებინე მღვდლობიდან 300,000-იანი მიწაში გამცვალა ცხეთაში აჩუქა პრემიერმა 300,000-იანი მიწა და მისთვის რო ეთქვა მამაო პირველად სიმართლე ეძებე და მიწას ნუ ეძებ და მიწაში ნუ ყიდი ძმას აი მაშინ მართალი იქნებოდა მაგრამ ამის თქმა ხალხისთვის როცა არავითარ მაგალითს არ აძლევს ეკლესია და თვითონ რო სიმდიდრეს მისდევენ და ემსახურებიან ორ ბატონს რომელზეც ქრისტემ თქვა რომ შეუძლებელია ორი ბატონის მსახურება და გამოდის რომ ემსახურებიან ერთ ბატონს მამონის ბატონს მამონას ემსახურებიან ანუ ფულს აი იქ ეს ყველაფერი არის უკვე ხალხის მიმართ თქმული საყვედური და საკუთარი
სურვილების, საკუთარი მიზნების დამალვა. აი რაც შეეხება მამაო თქვენ რო თქვით მოციქულებს მიმართავ ეს იმას დავაზუსტებ მეცახარებიდან რომ მათეს სახარების პარალელი ამისი არის ლუკას სახარება და აქ ესეა რომ დაუთხრა თავის მოწაფეებს. ამიტომ გეუბნებით თქვენ ნუ ზრუნავთ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისთვის, რა შეიმოსო და ასე შემდეგ. ანუ ეს რომ მოწაფეებს მიმართა პირდაპირ. ეს ისა და აი რაც შეეხება თვითონ როცა ნამდვილად ადამიანებს მშიერ ერს ეუბნები რომ ნუ ზრუნავთ რა ჭამოთ და რა სვათ და როცა შენ პატრიარქი და ბოტკოველი ჯაღმაიძე ესენი ესეთ დიდ ფუფუნებაში არიან მე ერთი რამეც მინდა შევახსენო რომ სახარებაში ქრისტემ რომ თქვა ეს ნუ ზრუნავთ ამასთანავე ქრისტემ იზრუნა მშიერ ხალხზე როცა უდაბნოში იყო მშიერი ხალხი და პური არ ქონდათ მაშინ პური მისცა პური გაუმრავლა და ასე რომ ესეთი პირდაპირი გაგებაც იმის რომ აი ეს სხვათა შორის ახლა ამათ ცოტაზე მეტი პრობლემაც აქვს თვითონ წმინდა წერილის არ ცოდნის აი ნუ ზრუნავთ ბერძნულში ეს სიტყვა არის ძალიან საინტერესო სიტყვა მე რომნაო ესეთი სიტყვა და ეს სიტყვა ქართულ გაგებაში ზრუნვა არის მაინც ესეთი მაინც დადებითი ის არის და იქ არის რომ ეს სიტყვა ბერძნულად ნიშნავდა წუხილი, დარდი, აღშფოთება, რაღაც ღელვა. ანუ აი ესეთ შფოთში ნუ ჩავარდებითო და არა ის რომ ეხლა დღევანდელი ჩვენი გაგებით რომ ადამიანმა არ უნდა იზრუნოს ის თუ რა უნდა ჭამოს და რა უნდა სვას და როგორ უნდა შეიმოსოს. ეს ერთი მეორე რაც შეეხება ეხლა მე გავიხსენებ მაინც ჩემს შეხებას მაშინ პატრიარქი შიო მესამე იყო მოსაყდრე როცა მე მას უწოდე ეგზარქოსი და ამიტომ მე ჯვარი ამხსნა და სამუდამო მომისაჯა ესე რომ ვთქვა რომ სანამ ბოდის არ მოიხდისო და არ შეინანებსო ჩვენ მას მღვდლობას არ აღუდგენთო. ნუ ესეთი ის დაწერეს ეხლა ეს მე პატრიარქის ხელმოწერით თვითონ, მაგრამ ეს მათი დაწერილი იყო. ეხლა ბევრჯერ მისაუბრია მაგაზე როგორ უკანონოდ ჩაატარეს მთელი ეს კომისია, იქ რომ ჯაღმაიძემ ხელი მკრა და მთელი ამბები ეს მას არ მოვყვები ეხლა იმდენად, აი თავარს ვიტყვი. მე ვთქვი ეგზარქოსი პატრიარქზე შიო მესამეზე, ამიტომ მან შემიჩერა მღვდელმსახურება და მე განვმარტე შემდეგ რას ნიშნავს ეგზარქოსი, რა გაგებით. ეგზარქოსი არ ნიშნავს იმას რომ მღვდელმთავარი არ ხარ, შენ მღვდელმთავარი ხარ. რა თქმა უნდა, მადლმოსილი ესე მღვდელმთავრობის, მაგრამ მე განვმარტე რომ ეს არის რუსეთის მხარეს დგომა. მე თუ დღესაც დამანახებს პატრიარქი შიო მესამე რომ ის არ დგას რუსეთის მხარეს, მე მზად ვარ რომ შენდობა ვითხოვო ამ სიტყვებისთვის, რაც ვთქვი, მაგრამ აი კიდე რამ განმიმტკიცა ეხლა დღეს კიევო-პეჩერის ლავრა, უდიდესი მონასტერი ჩვენთვის როგორც სვეტი ცხოველი. აი ესეთ ლავრას ბომბავს რუსეთი, იქ სადაც ჯვარია, სიწმინდეებია, ხატებია, წმინდანები არიან, უხრწნელი გვამები, წმინდანები განისვენებენ და მსოფლიო პატრიარქმა გააკეთა განცხადება, რომ ეს არის საშინელება. ვანდალიზმი. როგორ შეიძლება რომ ტაძარს ბომბავდე და ეს ამაზე არ თქვა რომ ეს არ შეიძლება. აი მე არ მომისმენია. როგორ არ უნდა თქვა? ეს ხომ ტაძარია, ეს ხომ სიწმინდეა, თუ ხატს არიცავ, თუ როცა ჯვარს ბომბავენ, ტაძარს ბომბავენ, სიტყვას ვერ ამბობ რომ ეს არის ბოროტება და ეს რომ რუსეთმა გააკეთა, ამაზე დუმხარ მაშინ მე საიდან ვნახო რომ რუსეთის მხარეს არ დგახარ. აი უბრალოდ მე ეს კითხვა თუ მე დამანახები დღეიდანაც მე მზად ვარ მაგრამ მე არ ვხედავ ამას რომ ესენი რუსეთის მხარეს არ დგანან და აი ეს იყო ზუსტად მე რაც ვთქვი და რაც უფრო დრო გადის სხვათა შორის მე ბოლოს დავწერე და ვთქვი რომ დანარჩენს დრო გვიჩვენებს მეთქი აი სანამ პატრიარქი გახდებოდა მოსაყდრე იყო და რავი დრომ ძალიან ბევრი რამე გვიჩვენა აი ეს არის მეტი არაფერი, როცა ხელისუფლების მხარეს დგახარ, როცა რუსეთის მხარეს დგახარ, მაშინ მე ხა რაც ვთქვი, მაგაში მართალი გითხრათ, კიდე უფრო მეტად გამტკიცდი. როგორ შეიძლება ტაძრის დაბომბვაზე სიტყვას ვერ ამბობდე? აი ეს როდესაც მთაზე ავიდა მაცხოვარი ესე
ხალხი დაინახა და მთაზე ავიდა, ამასე ოქროპირი განმარტავს საინტერესოდ, რომ მასთან ხალხი იყო ავადმყოფები მოყავდათ და ხეიბრები და დამბლადაცემულები და ეს ხალხი ვერ ავიდოდა მთაზე და მხოლოდ ისინი აყვნენ, ვინც სიტყვის გამო მისდევდნენ, ანუ მოწაფეები. ამიტომ ეს მეხუთე თავიდან მეშვიდეს ჩათვლი დავაზუსტებ, რომ არის სიტყვის გამო, ჭეშმარიტების გამო, ვინც მისდევს, იმათ უთხრა ეს და ისინი მერე ასწავლიან ამას ხალხს. და აი რასაც ახლა თქვენ ამბობთ, ნამდვილად კიევა-პეჩორის ლავრა ეს არის მთელი მართლმადიდებლობის სიწმინდე. და ერთი უბრალოდ რო ეთქვა საპატრიარქოს ამ პატრიარქს წუხვართ ეს რომ მოხდა. წუხვართ, ხო? ვერ თქვა, რატომ? იმიტომ რომ ეს რუსეთმა გააკეთა. და რუსეთის პატრიარქმა თქვა, რომ ყველაფერი ღვთისნებაა. ანუ ღვთისნებით დაიბომბა თურმე. ღმერთს უნდოდა ასე. და ეს საპატრიარქო ძალიან დიდი ხანია ამას ამბობს, რომ ყველაფერი ღვთისნებაა, როცა ოცნებამ გააყალბა არჩევნები და მთავრობაში დარჩა, ჯაღმაიძემ გამოაქვეყნა წერილი, ამ ქვეყნად ყველაფერი ღვთისნებაა. ანუ ეს ღვთისნება რა არის და რა არ არის? ამაზე არაფერს არ ამბობენ, ანუ რაც მათი ნება გონიათ და ხალხს ეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი ღვთისნებაა. აი, როდესაც შიო მესამე პატრიარქი გახდა, აი გამოჩნდაო ღვთისნება ჯაღმაიძემ, რომ ვინ უნდოდაო ღმერთს და საიდან იცის რომ ეს უნდოდა ღმერთს? როდესაც მეუფე ესაია, მეუფე დანიელი დაბლოკე, მათემატიკურად დაუანგარიშე, იმას დიპლომი არა აქვს და ამათ დაბლოკავ და შემდეგ იძახი რომ შენი ნება რო ახსულდება, ეს ყველაფერი ღვთისნება იყო, ეს არის სწავლების დარღვევა და ეს არ არის ღვთისნება. არავინ იცის ეს კონკრეტულად იყო თუ არა ღვთისნება. ამიტომ ძალიან ხშირად არღვევენ ამ სწავლებას და ამ ქვეყნად არის ღვთისნებაც და ადამიანისნებაც და ღვთის დაშვებაც. ამიტომ რაც ღვთის დაშვებით ხდება, ის არ არის კარგი, მაგრამ უშვებს ღმერთი იმისთვის, რომ ადამიანი გონს მოვიდეს, ვიღაცამ დაინახოს ეს ყველაფერი. აი დღევანდელ სახარებას რის განმარტებასაც ჩვენ ვაპირებთ, აქ წერია არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს, ან ერთ შეიძულებს და მეორე შეიყვარებს, ან და ერთს შეეთვისება და მეორეს დაამცირებს, მოიძულებს წერია ზოგად. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც. აი ეს არ უხადაგიათ ამაზე და რატო? იმიტომ არ უხადაგიათ, რომ იმ სიმდიდრეს, რასაც ესენი ემსახურებიან, კერძოდ ამ საპატრიარქოს ბოსები, რასაც ესენი ემსახურებიან, იქ მეორე მოძულებულია, ქრისტე მოძულებულია, მართალი სიტყვა მოძულებულია. მე ვიტყვი ახლა აი როდესაც მე ვთქვი სიმართლე. რას აკეთებდა მამონა, ანუ ამ ქვეყნიური მამონა, ეს არის სიმდიდრის კერპი. როცა ვთქვი, რომ ხალხს ასე არ უნდა მოექცეთ, ასე უსამართლოდ არ უნდა დააპატიმროთ, ასე უსამართლოდ არ უნდა ცემოთ, ახალგაზრდები დაწამლეს და როცა ვთქვი ეკლესიასაც რას უშვებოდა, დაადუმა ეკლესია, ხო, ოცნებამ და დაიმორჩილა ეკლესია. ანუ ერთ ბატონს დაემორჩილა, მეორე მოიძულა, მეორე ეს ქრისტე გახდა. და სინამდვილეში ეკლესია, რომელიც ერთს უნდა ემსახურებოდეს და მხოლოდ ქრისტეს და ამ ქვეყნიურ სიმდიდრეს არ უნდა ემსახურებოდეს, ეს დაავიწყდა ყველას. ამიტომ ეძიებდეთ პირველად სასუფეველსაც 1000-ს, რაც აქ დღევანდელ სახარებაში წერია. ეს ეკლესიის მოვალეობა უკვე არ არის, ანუ ბევრი საეკლესიო მსახურის და სასულიერო პირების პირველი კითხვა გაჩნდა ესეთი, რა უნდა ბიძინას? და არა რა უნდა ღმერთს. და ეს მოეწონება ბიძინას და არა მოეწონება თუ არა ღმერთს. ამიტომ, როდესაც ემსახურები ამ ქვეყნიურ ბატონს, იქ შეუძლებელია ქრისტე იყოს შენთან. ამიტომ, როდესაც მე ეს ვთქვი, აი მაგალითად, მე მითხრა ქრისტემ, რომ ეძიებდეთ ეძიე პირველად ცათა სასუფეველი და სხვა დანარჩენი მოგეცემა შენ.
და მეც მოვძებნე სიმართლე, რა იყო სიმართლე, როგორ იყო სიმართლე და ვთქვი დამსაჯეს. და ჯაღმაიძემ დამტოვა მოსაყდრის კურთხევით ტაძრის გარეშე, წინამძღობიდან გამიშვეს, დამტოვეს მღვდლობის გარეშე და მე მღვდლობის მეტი არაფერი ვიცი, იმიტომ რომ ამას ვემსახურები უკვე ნახევარი საუკუნეა თითქმის, რა ვიცი, 35 წელია ახავარ და სხვა არაფერი მისწავლია და არც მინდა რომ ვიცოდე და დამტოვეს ყველაფრის გარეშე. და ეხლა მომიბრუნდა პატრიარქი შიო მესამე და მეუბნება პირველად ეძებეო სიმართლეო და ეს ყველაფერი მოგეცემაო და თვითონ ამ ყველაფერს ეძებენ და მე სიმართლე რომ მოვძებნე ყველაფერი დავკარგე ამათმა სიმართლე რომ დათმეს ყველაფერი მოიპოვეს და როგორ ხდება აქ მაგრამ თუმცა მე მჯერა ქრისტესი და მე ვხედავ რომ მე როცა ქრისტეს ვემსახურები და სიმართლეს ვემსახურები ყველაფერი მეძლევა ამიტომაც არც მშია და არც მწყურია არა ჩვენ ფაქტებზე ვსაუბრობთ რადგან უბრალოდ ფაქტებზე ვსაუბრობ მაგრამ ქრისტე ჩემთან არის სიმართლე ჩემთან არის და მე ვემსახურები ერთ ბატონს ჩემი ბატონი არის ქრისტე აი თქვენი ბატონი ვინ არის ამას ხალხიც ხედავს და როცა ამხელა სიწმინდეზე ამხელა სიწმინდის დაბომბვაზე ხმას არ იღებთ უბრალოდ არ ამბობთ რომ წუხვართ რომ ეს მოხდა ვერ იღებთ იმიტომ რომ თქვენი ბატონის გეშინიათ თქვენი ბატონი არის რუსეთი და ამ ქვეყნა დანო საქართველოში ბიძინა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხვალ რომ რუსეთმა სვეტიცხოველი და სიონი და გელათ დაგვიბომბოს სიტყვას არ იტყვიან იგივე ამას ვხედავ აი სხვათა შორის რაც ის აი სახარების დასასრული რო არის რომ ქრისტიანობა პირველად ეძიებდითო სასუფეველსა ცათასა და სიმართლესა მისსა აი სიმართლე ხაზგასმი წერია მათესთან რომ აი სასუფევლის ძიება ეს იმას ნიშნავს რომ ქრისტეს სიმართლის ძიება და მის სიმართლეს მიყვებოდე და თუ იმ ჭეშმარიტებას რაც ქრისტემ გვითხრა იმ სიმართლეს ის რომ მოყვასისთვის თავდადება შეგეძლოს ადამიანი გიყვარდეს თუ ამას არ აკეთებ მაშინ ესე იგი არც სასუფეველს ეძებ და სიმართლეს თავისთავად არ მიყვები და სხვათა შორის ახლა ის იყო ჯაღმაიძე ამბობდა ამას რომ ჩვენო პატიმრების შეწყალებაზე მაშინ მოსაყდრე იყო შევთხოვ უთხარით მივმართეთ ხელისუფლებას მეც ვთქვიო მოსაყდრემაც თქვა მაგრამ არავის არ გვინახავს არც განცხადება და არც ნათქვამი სიტყვა არც ქადაგება ამის შესახებ და შემდეგ როცა პატრიარქის არჩევა მოხდა სვეტიცხოველში ამბობდნენ ეზოში რომ ჩვენ მივმართავთ ჩვენ ვეტყვით არავის არაბისთვის არ მიუმართავს და მე სინოდი შეიკრიბებაო და აი უბრალოდ ცოტა მაგრად მიკვირს აი გასაკვირია რომ სინოდის შეკრება რა საჭიროა იმისთვის რომ ხელისუფლებას უთხრა რომ პოლიტპატიმრები ადამიანები რომლებსაც ციხეში ესე აწამებენ აი რას უშვებიან ქალებს აი ელენეს რას უშვებიან ხოშტარია როგორ მძიმე მდგომარეობაშია მზია ამაღლობელი ბიჭები რომლებიც ესე მძიმე მდგომარეობაში არიან იმისი თქმა რომ ამ პატიმრებზე ხელისუფლებას შეწყალებით მიმართო ამას სინოდის შეკრება რაში ჭირდება პატრიარქი ხარ ადექი და თქვი მარტივად აი მე ხა ამას რატო ვამბობ რომ მე ჩემი საზომი არის წმინდა წერილი და წმინდა მამების ცხოვრება აი როცა იოანე ოქროპირმა დაინახა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უდიდესი საყდარი ზემჯდომარემ რომ ქვრივი დედაკაცი დედოფალმა დაჩაგრა და მიწა წაართვა სინოდი კი არ შეკრიბა იოანე ოქროპირმა და ის კი არ თქვა რომ აბა შევიკრიბოთ მთელი ეკლესია და მოვიფიქროთ ვუთხრათ დედოფალს დაუბრუნოს ამ ქვრივ ქალს მიწა თუ არ და ადგა და თვითონ მიმართა თვითონ თქვა თვითონ მიიღო მარტივად გადაწყვეტილება რა შუაში ახლა მე რო დავინახო სიტყვაზე ვიღაც ადამიანს უჭირს რაღაცა განსაცდელშია და მე რო თქვა რომ ამ ადამიანს უთხრა იცით რა არის აი მამებთან შევიკრიბები მამები აი მამადოროთე მამაშიო აი მამები შევიკრიბები და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და ამის შემდეგ მოვიფიქრებ იმას რომ უნდა დაგეხმარო თუ არ დაგეხმარო
ადამიანს როცა ეხმარები და აი სხვათა შორის ისე სახარებაში ისა მოწყალე სამარიტელი ზიგავში არის ძალიან საინტერესო ამბავი, რომ ადამიანი, რომელიც ავაზაკება იქცემესო, მოგრეთ მძიმე დღეში ჩააგდეს, წაართვეს, ყველაფერი ქუჩაში დააგდეს, მღვდელმა მიატოვა, გვერდი ჩაუარა და დატოვა ეს ადამიანი. ლევიტელმა მიატოვა და სამარიტელმა ყურადღება მიაქცია. აქ საინტერესო ის არის, რომ სამივე დასახელებულია ვინ არის. მღვდელმა მიატოვა, ლევიტელის ტაძრის მსახური მიატოვა, სამარიტელმა მიხედა. ქრისტემ თქვა მიბაძეთ შემდეგ სამარიტელსო და აი ეს ადამიანი მეოთხე ვინ იყო? ვინც ქუჩაში ნაცემი იყო, ეს არ ვიცით ვინ არის. ანუ ეს არ დაასახელა ქრისტემ, ვინ არის? ეს არის სამარიტელი, ეს არის ლევიტელი, ეს არის ებრაელი, ვინ არის? გაჭირვებული ადამიანი. უბრალოდ ადამიანია. ამით რას გვეუბნება მაცხოვარი სახარება, რომ ადამიანს როცა უჭირს, ის არ არის საძიებელი ის ადამიანი, მართლმადიდებელია თუ არა მართლმადიდებელი. აი მე რო ქუჩაში მივდიოდე და მოხუცი მოვიდეს ვინმე და მთხოვოს, რომ მამაო პურის ფული მომეცი და მე რო კითხვა დავუსვა, მართლმადიდებელი ხარ? თუ ვინ ხარ რელიგიით მითხარი? ამით ხო არ ზომავ ადამიანი. აი ესეც რომ აი მოყვაზე არ იზრუნეს, მოყვაზე არ თქვეს არაფერი, ტაძრის ზაბომბვაზე არაფერი არ თქვეს და მეტი ხარ რა ვიცი. ეს არის ნუ ზრუნავთ, ამაზე მინდა ვისაუბრო. ეს საკმაოდ რთული გასაგები იყო ჩემთვის, რაც კი ეკლესიაში მოვედი და ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. ბევრს ვეკითხებოდი და ვერ პასუხობდნენ ამას, იმიტომ რომ ნუ ზრუნავ ხვალინდელი დღისთვის, ნუ ზრუნავ საჭმელისთვის და ნუ ზრუნავ სასმელისთვის, ეს გაუგებარია იქიდან გამომდინარე, რომ აი ელემენტარულად გლეხი რომ მიდის და სიმინდს ან ხორბალს რო თესავს, ის უკვე ზრუნავს შემოდგომისთვის, ხო? ის ზრუნავს იმისთვის, რომ საჭმელი ქონდეს მას და მის ოჯახს. ასევე ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, მაგალითად, რომ ვინახავთ ბეღელში რაღაცას, ვინახავთ იმისთვის, რომ მთელი ზამთარი გავძლოთ. ამიტომ აქ უზრუნველობაზე არ არის საუბარი. პირიქით ვინც არ მუშაობს, იგი არ ჭამს, პავლე მოციქულის ნათქვამი და ასე შემდეგ. აქ უზრუნველი არ არის, ეს სიტყვა არასწორი. არასწორი არის და ამიტომ ეს ჩვენ როცა სახარებას ვაკეთებდით, ეს სიტყვა ვეძებეთ და ბერძნულში ამ სიტყვას აქვს მნიშვნელობა შფოთი. ხო, ნუ შფოთავთ. ნუ შფოთავთ და ამიტომ ეუბნება ამასო წარმართები აკეთებენ. მოდი წარმართებში დღეს ჩავსვათ ურწმუნოები, ვისაც ღმერთის იმედი არ აქვს. ანუ ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ რა ვჭამოთ, ანუ რა ვსვათ, ან რა შევიმოსოთ, რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძიებენ, ან წარმართში ურწმუნო, ანუ ღმერთის უიმედოდ ყოფი ადამიანი ეძებს ამას, ანუ შფოთავს. ანუ შენ ნუ შფოთავ, რა ვჭამო, რა ვსვა, შფოთში ნუ ხარო. შფოთში არისო ის, ვისაც ღმერთის იმედი არ აქვს და ღმერთის არ სწამსო. ხოლო თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ როდესაც უმთავრესზე ვიზრუნებთ, სიმართლეზე ვიზრუნებთ, მაშინ მე ქრისტემ მითხრა, რომ ნუ შფოთავ შენ თუ ტაძარი წაგართვეს. ნუ შფოთავ შენ თუ მღვდლობა წაგართვეს. იმიტომ რომ მე ვიცი რა გინდა შენ და მე მოგცემ ამ ყველაფერს, მაგრამ შენ ჩემს მიღებაზე იზრუნე. აი ესე გავიგე ეს მე. შენ სიმართლეზე იზრუნე, სამართალზე იზრუნე და ნუ შფოთავ. თუ მე ვაიმე მე თუ გამიშვეს ტაძრიდან, ახლა მეც მომსვლია ეს აზრი, ახლა სულელი ისეთი არა ვარ, რომ რა მომივა არ ვიცოდი, ხო? რას მიზამენ ესენი არ ვიცოდი. რა თქმა უნდა ვიცოდი მე რომ ტაძრის წინამძღვრებიდან გამიშვებდნენ, მაგრამ ბლობიდან რომ გამიშვებდნენ და ფლადასეც თუ გარისკავდნენ, ეგ არ ვიცოდი, იმიტომ რომ ესე არაფერი არ გამიგეთებია, მაგრამ შეეძლოთ მათ წინამძღვრებიდან გაშვება, მაგრამ ბლობიდან არა. თუმცა უსამართლოდ მეც გამიშვეს შენც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე უფრო მეტიცაც მოველოდი, მაგრამ მე შფოთში არ ყოფილვარ. რატო არ ყოფილვარ? იმიტომ რომ მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, ვამბობ და ვაკეთებ იმას, რაც ქრისტეს უნდა და რაც სწორია. და ამას არ ვაკეთებ აქაური ბატონის გულისთვის. არამედ ამას ვაკეთებ ჩემი უმთავრესი ბატონის გულისთვის, რომელიც არის უფალი, ჩემი იესო ქრისტე და მე ვარ მისი მღვდელი. აქედან გამომდინარე მე მწამს მისი და მან მითხრა, რომ მამა მიცის შენ რა გჭირდება.
და მე ამას ხედავ, რომ მან იცის და საჭიროებაზე უფრო მეტსაც მაძლევს. აი ხარ წმენაზე რო თქვით სახარებაში როა ეს ალბათ საინტერესო დაკავშირება რომ აი ესე დევნილობაში ხარ და რო წამს რომ ღმერთი არ მიგატოვებს და ღვთის სიმართლეს უნდა მიყვებოდე და მოციქულებს ეუბნება ქრისტე რომ როცა თქვენ დევნილობაში იქნებით, როცა თქვენს მოკლასაც დააპირებენ, ნუ შეგეშინდებათ მისი ვისაც ხეულის მოკლა შეუძლია და სულის არა და იქ ამ ამბავს ეუბნება ქრისტე რომ არ შეგეშინდეთ და ამის შემდეგ არის რომ ჩიტიო ბაზარში ორი ჩიტი ერთ ასარად იყიდებაო ეს მათესთან არის და ლუკას ახარებასთან არის 5 ჩიტიო 200-ად იყიდებაო აი რო დავფიქრდი ესო წავიკითხე მაშინ აი მოციქულებს ეუბნება რომ დევნაში იქნებით თქვენს მოკლას დააპირებენ არ შეგეშინდეთ და ბაზარში რო ჩიტი 5 ჩიტი 200 ღირს ეს რა შუაშია ეს ამბავი მაგრამ ანუ აქ ის არის რომ ქრისტე ეუბნება რომ თუ მე ბაზარში უმნიშვნელო ყველაზე უმნიშვნელო ამბავი ჩიტი რა ღირს ის რომ ანუ იმდენად უმნიშვნელო იყო მამები ამბობენ იმდენად უმნიშვნელო იყო ეს ჩიტის ისა რომ 2 ჩიტიო 100-ად იყიდებოდაო მაგრამ 5 ჩიტიო 200-ად იყიდებოდაო აი იმდენად უმნიშვნელო ანუ აი ესეთი უმნიშვნელო ამბავი რაც კი ხდება ბაზარში იქ რომ ჩიტის ფასი რა ფასია ესეც კი ვიცი მაშინ თქვენი ფასი როგორ მეწოდინება იმიტომ რომ ადამიანს მაინც ალბათ რაღაც დევნილობაში როა რამდენად უფრო მეწოდინება ხო რამდენად უფრო მეწოდინებაო და რო არა ხარ ღმერთისგან მიტოვებული ადამიანი აი ეს ადგილი ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე და ეს ყველაფერი შეგემატებათ აი ეს ღმერთის სასუფეველის ძებნა აი ხა კითხვას დაგისვამთ ისე ამაზე მე როცა წავიკითხე ეს აქ არის რომ პირველად ეძიეთ სათა სასუფეველი ხო ესე არის აქ და სხვა ადგილას ახარებაში არის რომ ქრისტე ამბობს სასუფეველი თქვენშია აი ხა კითხვა მებადება აქ რომ ან თუ სასუფეველი ჩვენშია მაშინ აი ეს როგორ არის ახლა აქ ეძებეთო სასუფეველი თუ შენშია მაშინ საძებნი რატოა აი ეს სასუფეველი თქვენშია აი ამის შინაარსი აქ ხო მოკლედ მაშინ იმას წავიკითხავ რა არის სასუფეველი ამაზე პატრიარქი შიო მესამე ამბობს რომ სასუფეველი სადაც არის მშვიდობა სიმართლე და სიხარული აი ეს სამი რაც დავასახელე ანუ ცოტა ვერ გავიგე მაგრამ მშვიდობა სიმართლე და სიხარული სულიწმინდაში აი ეს სამი არის რომ სასუფეველი ღვთისა ანუ სიმართლე მშვიდობა და სიხარული ეს არის სასუფეველი ღვთისა პატრიარქის აზრით რომელზეც უფალი ამბობს რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ აი ეს ჩვენში უნდა ვეძებოთ ხო აი ხა სახარებაში ვეძებე მე და ვერსად ვერ ვნახებ ჩვენში რომ უნდა ვეძებოთ სიმართლე როგორ უნდა ვეძებოთ ჩემში სიმართლე და სათქვა უფალმა რომ თქვენში ეძებეთო სასუფეველიო ეძებეთ აი თქვენშია სასუფეველი ეხო მაგრამ მაგასაც განმარტება უნდა და სასუფეველი თქვენში ეძებეთ ეგ ჩვენი როგორ არის ადამიანში ანუ თან სასუფეველი თუ სიმართლეა და მშვიდობა მაშინ ჩემში არის ეს სიმართლე და მშვიდობა თუ ჩემში უნდა შემოვიდეს ეს ანუ ქრისტემ თქვა მშვიდობაზე რომ მშვიდობის მოსაფენად არ მოვსულ ვარ არამედ მოვედი מחვილის მოსატანად ანუ რა მშვიდობაზეა საუბარი ოცნების მშვიდობაზე ოცნება რომ ამბობს რომ მშვიდობაზე გაცვალა დამოუკიდებლობა და ყველაფერი და ეს მშვიდობას დროებით ამ მშვიდობაზე ამბობს თქვენშია მშვიდობა თქვენშია სასუფეველისა სიმართლე ჩემშია ხო აი თუ ქრისტეშია ხო ამიტომ აი დააკვირდით ახლა ეს სასუფეველზე მინდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია უფრო სწორედ
აი შენს კითხვასაც აი ხა ზუსტად ეს არის პატრიარქისის რაც მე კითხვა დავსვი თითქმის ერთი შინაარსია რომ აქ ეძებეთ თუ ამბობს სასუფეველი. ხო და თქვენში ეძებეთო ესე იგი. და თქვენში სად, აი თქვენში სად არის ეს და ის იყო მეორე ადგილი როა სათასასუფეველი სხვა ადგილას რო არის ქრისტე ამბობს სათასასუფეველი თქვენშია. აი ეს განმარტება და ეს აი ეს როგორ რას ნიშნავს. ამიტომ ეხა ამით რისი თქმა მინდა. მე მგონი ეს ესმით ამათ რომ აი სასუფეველი თქვენშია. აი ეს ესმით რომ ღმერთი ჩვენში დამკვიდრებულია, აქ არის ღმერთი, აქ არის სასუფეველი, ყველაფერი სიმართლეც აქ არის და ჩემში უნდა ვეძებო აი რას ნიშნავს ეს ჩემში ძიება ეს. ხო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთოდ რა არის სასუფეველი. სასუფეველი სიტყვა უფრო გასაგებად რო იყოს ახალ ქართულად რო ვთქვათ, არის სამეფო. მეფე კი არა, სამეფო. ადამიანი არის ჭურჭელი სულიწმინდის. ანუ ადამიანი არის ტახტი, ადამიანის გონება არის ტახტი, სადაც უნდა დაბრძანდეს სიტყვა ღვთისა, უნდა შემოვიდეს მეფე. ხო. და ადამიანის სული არის სადაც უნდა შემოვიდეს მეფე სულიწმინდა. ანუ ჩვენ ვართ ადგილი. ჩვენ კი არ ვართ, ჩვენში კი არ არის სიმართლე. ჩვენი გონება არის ტახტი, სადაც სიმართლე უნდა შემოვიდეს. სიმართლე არის ქრისტე. ანუ ეს არის თქვენშია სასუფეველი. ეს არის თქვენშია სასუფეველი, ანუ თქვენშია ადგილი, სადაც მეფე უნდა დაბრძანდეს. ხო. ადგილი. ხო, ადგილი, დასაბრძანებელი. დასაბრძანებელი ადგილი და არა ისო ჩემშია სიმართლე და ჩემშია მშვიდობა. არა. ანუ სასუფეველი ორგვარად განიმარტება მეტიც. ანუ სასუფეველი არის ამ ქვეყნიდან გასულთათვის მართლა სადღაც არის. ხო. ტერიტორიულად. იმიტომ რომ ეს სადაც ქრისტეა, აი როცა ამბობს ქრისტე რომ ერთს წარიყვანენ და მეორეს დატოვებენ, იქ ლუკას ახარებაში ეკითხებიან, სად უფალო, ანუ სად წაიყვანენო. სადაცა ძორი, ანუ ლეში, ხო, სხვადასხვანაირად გაიცა ორბებიც იქ შეგროვდებიან. ანუ სადაც არის ქრისტეს, ანუ მოკლული სხეული, ჯერ მკვდარი რო არ არის, ამათ არ ეუბნება. მაგრამ უკვე დღევანდელი გაგებით რო ვთქვათ, სადაც არის იქნება ის სხეული ქრისტეს სული და კაცობრიუზე ვამბობ. სადაც არის ის მასთან შეიკრიბებიან მისი მსახურები. მოკლული, ანუ მოკლეს და აღსდგა. ხო. და ანუ დაჯდა მარჯვენით მამისა, ხო ის სადღაც არის კაცობრივად ქრისტე. აი მასთან შეიკრიბებიან. ეს არის სასუფეველი ერთი გაგებით. და მეორე გაგებით ის რომ ჩვენშია ტახტი, სადაც ღვთის სიტყვა უნდა დაბრძანდეს, ეძიეთ სასუფეველი, ეს ნიშნავს რომ მე უნდა ვეძებო ქრისტე და მისი სიმართლე. ხო. ქრისტეს რომ მოვძებნი და მის სიმართლეს, ეს სიმართლე უნდა დავაბრძანო ჩემს გონებაში. ო, აი ზუსტად ახლა სულიწმინდა მაძლევს ეს სიმართლე. ქრისტე მაძლევს. მიიღეთ სულიწმინდა. და ეს სულიწმინდა შემოდის ჩემს სულში. და ჩემს სულში დავანდება. ამიტომ პავლე მოციქულზე რომ ამბობ, ჩემი რჩეული ჭურჭელია. ეხლა კონკრეტულად აი თქვენშია სასუფეველი ცათა. აი ეს ადგილი ეს არის ლუკას სახარებაში და ქრისტესთან მივიდნენ ფარისევლები და კითხეს. როდესაც ფარისევლებმა კითხეს, როდის მოვა ღმერთის სასუფეველი, მიუგო და უთხრა მათ, ღმერთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. ვერ იტყვიან, აჰა აქ არის, ან აჰა იქ არის. რადგან აჰა თავად თქვენშია ღმერთის სასუფეველი. აი ეს ადგილი, ეხლა მე რაც განმარტე, რომ ჩვენშია სასუფეველი, ისე შეიძლება გავიგოთ და აქ ახალ ქართულში ეგრეა გაგებული. მაგრამ მე არ მგონია რომ მაგას ამბობდეს ქრისტე. მე აქ სხვა რაღაცას ვხედავ და მაგის განმარტება მინდა და ეს არის ძველ ქართულად უფრო სწორად თარგმნილი. ახლა გეტყვით რას ამბობს ქრისტე ძველ ქართულში როგორ წერია. და რო წავიკითხე განმარტებები, სადაც ლინგვისტები ამბობენ, ეს ორნაირად ითარგმნება და მეორენაირად ითარგმნება, როგორც
არის ნათარგმნი ძველ ქართულში. როცა კითხეს ფარისევლებმა ქრისტემ უპასუხა: მიუგო იესომ და რქუა მათ, არა მოვიდე სასუფეველი ღმრთისაი ზმნით, არცა თქვან აჰა აქა, ანუ იქ. აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაი შორის თქვენსა არს. თქვენშია კი არა, შორის თქვენსა არს და ეს ამას ამბობს ქრისტე თავის თავზე. ხო. თქვენ შორის დგასო სასუფეველი, ანუ იქ აქ იერუსალიმი კი არ იქნებაო სასუფეველი. სასუფეველი მე ვარო და მე ვდგევარო და რატოა ახლა ქრისტეს სასუფეველი? ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისა ნიშნავს ვეძებდეთ ქრისტეს. და ქრისტეს სამართალს და რატომ? ქრისტე კაცობრივად ანუ სასუფეველი სად არის, როგორც თქვით, ახლა ჩვენ გონებაში თუ დაბრძანდა სიტყვა ღვთისა და ჩვენ სულში სულიწმინდა, მაშინ ჩვენ ვართ ჩვენშია ის, ხო? მეფეც და სასუფეველიც. ახლა წარმოიდგინეთ ქრისტე, რომელიც არის განკაცებული ძე, რომელზეც გადმოვიდა სულიწმინდა და რომელშიც არის მამა, ვინც მე მიხილა მამა იხილა. და აი ეს კიდობანი, ანუ ქრისტე კაცი არის სულით და ხორცით სასუფეველი, ანუ ადგილი, სადაც მკვიდრობს სამება. დაარღვიეთ ეს ტაძარი და მესამე დღეს აღვადგენ, ანუ ეს ტაძარი თავის სხეულზე თქვაო, ხო? სხეულზე და სულზე. ეს კაცობრივად იესო ქრისტე არის ის კიდობანი და ის ადგილი კონკრეტული, საიდანაც და სადაც და საიდანაც გამოჩნდება ღმერთი ყველასთვის, ჩვენთვისაც და ანგელოზებისთვისაც. სხვაგან ჩვენ ღმერთს ვერ ვნახავთ. ქრისტეს გარდა. ქრისტეში ვნახავთ ჩვენ მარტო ღმერთს. იმიტომ რომ მაშია ღმერთი თლიანად, ანუ ღმერთმა შეიმოსა კაცი ძემ და მასზე მკვიდრობს სულიწმინდა მასში და მამა. პავლე მოციქულის სიტყვებით რო ვთქვათ, მასშია მთელი ღვთაებრივი სისავსე. ხო? ეხლა ეს და რატო ამბობს თავისზე, რატო ფიქრობ მე ასე რომ ეს თავის თავზე თქვა. დააკვირდით ეს სახარება როგორ გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელება. და შემდეგ უკვე ეხლა ფარისევლებს უთხრა ეს, ხო? ხო, ფარისევლებს უთხრა რომ თქვენშია სასუფეველი როგორ ეტყოდა, სად იყო ანუ სასუფეველი ფარისეველში, ურწმუნოში, მორწმუნოში ყველაშია. მაგრამ მეფე არა. ხო. ფარისეველი დასამკვიდრებელი ადგილი. ხო, ფარისეველიც არის ღვთის ჭურჭელი. მაგრამ იქ ღმერთი არ იმკვიდრებს, იმიტომ ქრისტეს არღებულობს, ხო? აქედან გამომდინარე ყველა მღვდელი, ყველა ერი, ყველა არის, ანუ ქართველი, არაქართველი, ყველა სასუფეველია. ანუ ყველა არის ადგილი, სადაც ღმერთმა უნდა დაიმკვიდროს, მაგრამ ყველაში არ მკვიდრობს ღმერთი. და ამიტომ ფარისევლებს არ ეტყოდა, რომ თქვენშია ეს. კი, სასუფეველი ისიც არის, მაგრამ ესენი ქრისტეს არღებულობდნენ. ამიტომ დააკვირდით, მერე ამ ფარისევლების მერე მიუბრუნდა მოციქულებს და უთხრა მოწაფეებს. დადგება დღეები, როცა ინატრებთ თუნდაც ერთი დღით იხილოთ კაცის ძე და ვერ იხილავთ. ანუ კაცის ძე სასუფეველი, აი კაცის ძე განკაცებული. თქვენ კაცის ძე, რომელიც არის სასუფეველი, რომელიც თქვენ შორის დგას. სასუფეველი დადიოდა იერუსალიმში, ისრაელში. სასუფეველი დადიოდა, ქრისტე დადიოდა, ღმერთი განკაცებული. იქ არის სასუფეველი. და ეს დადიოდა და აი ზუსტად თქვენ შორის არის, ანუ თქვენ შორის დგას სასუფეველი. აგერ არის თქვენ შორის სასუფეველი. ამას ეუბნება ფარისევლებს. და როდესაც მოციქულებს მიუბრუნდა უკვე, ინატრებთო თქვენ ამ სასუფევლის დანახვას, ანუ კი კაცის ძეს, განკაცებული კაცის ძის დანახვას. და ვერ ნახავთო. და გეტყვიან, აჰა, აქ არის. ან აჰა, იქ არის. ნუ წახვალ და ნუ გაედევნებით. რადგან როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძე თავის დღეებში, ანუ როცა მოვა. მანამდე ვერ ნახავთ, მაგაზია საუბარი, აი როცა მოვა
მანამდე არ დაიჯეროთ, ანუ აქ არის, ანუ იქ არის სასუფეველი, ანუ იქ არის ხსნა და ამიტომ ეს პირდაპირ ქრისტემ უთხრა ფარისევლებს და მოწაფეებს თავის თავზე ახლოსაა სასუფეველი ღვთისა, ეს თავის თავზე იყო ნათქვამი, იქვე იყო, მოსული იყო სასუფეველი. და იმის თქმა რომ ღმერთმა თქვა რომ თქვენში ეძებეთ სასუფეველი. ნუ ახლა ჩემში მოვძებნე ადგილი, მაგრამ კი ბატონო, არის მეფის შემოსაშვები ადგილი, ქრისტეს შემოსაშვები ადგილი არის ჩემი გონება, იმიტომ რომ ის სიტყვა განკაცდა. ეს სიტყვა უნდა შემოუშვა მე ჩემში და დავაბრძანო ჩემს გონებაში. და ეს სიტყვა მე მომცემ სულიწმინდას. მაგრამ თუ ეს მე არ დავაბრძანე ჩემს გონებაში, თუნდაც რომ მოვინათლე ჩემზე ხო გადმოდის სულიწმინდა, მაგრამ ის არ ჩერდება. კი, მე დაბადებული ვარ სულით. ჩემი სული მზად არის ღმერთის მისაღებად, მაგრამ ის არ ჩერდება. აი იუდაზე ხო ამბობს ერთი თქვენგანი ეშმაკი არისო. ხო. პირდაპირ თქვა. ანუ იუდაში იყო სასუფეველი, იმ გაგებით რასაც თქვენ ამბობთ როგორც საყდარი, კი, მაგრამ იუდა იმ მომენტში უკვე ეშმაკის კაცია, შეპყრობილია. კი ბატონო. ისეც ამბობს ათანასე დიდი ამბობს ამ ეძიეთ სასუფეველი ცათა რას ნიშნავს სასუფეველის ძიება და ათანასე დიდი ამბობს რომ ეს არის ღმერთის შემეცნება, ღმერთის ჭვრეტა. ანუ ღმერთის შემეცნებაში რო ხარ და ეხა სახარებიდანაც ქრისტემ რო კითხვა დასვა, მოწაფეებს კითხვა დაუსვა, ვინ რას ამბობენო ჩემზე? და ნუ იქ პასუხობენ მოწაფეები, რომ ზოგი ამბობს ელია ხარო, ზოგი იერემია და ასე შემდეგ და თქვენ რას ფიქრობთ, ვინ ვარო მე? და პეტრე ეუბნება, რომ შენ ხარო ძე ღვთისა. და ამ დროს არის რომ ქრისტე ეუბნება პეტრეს, რომ შენ მოგცემო ცათა სასუფევლის კლიტეებს. აი ხა ეს თვითონ ეს ისიც აქ ეს ამბავიც რომ შევადაროთ, რომ აი სასუფეველი ქრისტე ერთ ადგილასაც ხომბობს მე ვარ კარი და პეტრეს კლიტე მიცა. პეტრეს ეუბნება რომ ანუ მე ვარ კარი ცათა სასუფეველი, ხა ცოტა ეს გადატანითი მნიშვნელობით ის არის რომ ცათა სასუფეველია ქრისტე, ცათა სასუფეველი არის ეხა მომენტში როგორც ესეთი გადატანილი მე ვარ კარი და კლიტე მიცა პეტრეს. კლიტე არის ზუსტად ის, რითაც ეს კარი გაიღება და ეს არის ის პეტრე, რომელმაც ქრისტე სწორად დაინახა. როცა თქვა რომ შენ ხარო ძე ღვთისა და აი კარი რო გააღო ქრისტეს შემეცნებაში რო შეხვიდე, ქრისტე რო შეიცნო, ამისთვის კლიტე უნდა გქონდეს, თორე შეიძლება აი დიდ კარს მიადგე და ვერაფრით ვერ მოერიო, ვერ გააღო და არა და პატარა კლიტე აღებს და აი ეს არის რომ ცათა სასუფევლის ჭვრეტა, ცათა სასუფეველში შესვლა, შემეცნება, ეს არის ზუსტად ის რომ სწორად დაინახო იესო ქრისტე. ვინ არის ის და სწორად შეიცნო ღმერთი, აი პეტრემ რო შეიცნო ესე საინტერესო ის არის. ესე კლიტეებზეც არის საინტერესო, რომ პეტრესო ქრისტემ მიცავ არა კლიტე, არამედ კლიტეები, მრავლობითი. ესეც საინტერესო ის არის. აქ არის კიდევ მე ძალიან გამიკვირდა ესეთი დაპირისპირება რა, უფრო მნიშვნელოვანია საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი თუ ღვთის სიმართლე, რა თქმა უნდა ღვთის სიმართლე, არა? და რა უფრო მნიშვნელოვანია ცივილიზაცია, კულტურა და ყველაფერი ის, რასაც კაცობრიობა ქმნის და ჩვენ ქმნით, თუნდაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუ ღვთის სასუფეველი. რა თქმა უნდა ღვთის სიმართლე აღმატებული და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ყველაფერი. ეხლა მე რა გამიკვირდა და დავაკვირდით. ამას ამბობს პატრიარქი. ხო, შიო მესამე. რატო უნდა დააპირისპირო ცივილიზაცია და კულტურა ღვთის სიმართლეს? ანუ რა უფრო მნიშვნელოვანია, რაც ნიშნავს, ბორბალი უფრო მნიშვნელოვანია თუ ღვთის სიმართლე? ხო. ანუ პრადო უფრო მნიშვნელოვანია თუ ღვთის სიმართლე? რა, აი რა ცივილიზაციასთან დაპირისპირება. ხო, რატო აპირისპირებ ცივილიზაციას? ხო, აი მაგალითად ბორბალი არის ცივილიზაცია თავის დროზე, ხო, ბორბალი ცივილიზაცია არის. ენერგია, ელექტროენერგია არის. აი მაგალითად ქრისტეს დროს რა იყო ცივილიზაცია, ხო? ნავი, კი. ბადეც. კი. პურიც ცივილიზაცია იყო, გამოცხობილი პური, ხო? ხო. ესე თავიდან არ იყო
ხომ გამოცხობილი ადამიანმა გამოაცხო ეს ანუ ცივილიზაცია არის ის რასაც ადამიანი მოიფიქრებს უკეთესობისთვის. ეხლა რა უფრო მნიშვნელოვანია გამომცხარი პური თუ ღვთისმსიმართლე, აი რა შუაშია და ანუ ცივილიზაცია და ანუ ეს ნავი გამოიყენა ქრისტემ? გამოიყენა. ქრისტემ გამოიყენა. ანუ თვითონ იყენებს ბოლო მოდელ პრადოს იყენებს, ხო? ხო, ცივილიზაციის ნაყოფს იყენებს. იყენებ, ხო? იყენებ. აი რატო უპირისპირებ? იმიტომ რომ რაღაცა ხალხს ევროპა შეაძულო? ეგ არის უფრო რომ ევროპის ჩადებულია რომ ევროპას ცივილიზაცია გვინდა ჩვენ თუ ღვთის სიტყვა? ანუ ევროპის ცივილიზაცია ჩემში ღვთის სიტყვას როგორ ებძვის? ხო. მე თუ კეთილდღეობით ღერმა თუ კეთილდღეობით იცხოვრა და დღე და ღამე პურის სადიშოვოს იმაზე არ ექნეს საზრუნავი და საშფოთი. ეს რატოა ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო? ანუ რატო უნდა დააპირისპირო ეს ყველაფერი? რატო არ უნდა გინდოდეს? აი მაგალითად თვითონ ხო აქვთ რა ვიცი ჯაღმაიძეს ფულის მეტი რა აქვთ? ეგაც 9 მილიონიანი სახლია გაშენებული მრევლმა შემომწირავა. არა 30 მანქანა ყავს მინიმუმ თავის შილის სახელზე გაფორმებული და ატაქსავებს ის და ფულის მეტი რა აქვთ და მე წინამძღობიდან გამიშვეს. ხო. ღდლობა შემიჩერეს და დამტოვეს цаრი ყველაფრის გარეშე დამტოვეს. ავამტყოფი და ავამტყოფი დედასთან ერთად. ხო, მაგი მინდოდა მე მერთი მზდის ამას, იმიტომ არ კირავობ და ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და ყვავი ჯერ არ დამჭირვებია. იმიტომ რომ ღვთის ანგელოზები არიან საქართველოში, მადლობა მათ და მადლობა ღმერთს, მაგრამ მათი დამოკიდებულება. მათ დამოკიდებულებას ვამბობ. თვითონ ხო ამ ყველაფერს იყენებენ. ამ სიმდიდრისთვის არიან. ეს სიმდიდრე ყველაფერი რა ვიცი თვითონ კარგად ამბობს ეგ სიტყვა დაითრიეს ხო? როგორ თქვა სხვანაირად ჟარგონს ვიქვა და მე გეუბნებიან საჭმელზე ნუზრუნავო. აი რას ნიშნავს ეს? და ხალხი გადააღარიბეს. აი ხა საჭმელზე ნუზრუნავთ. ეს არსებოა ხო? ანუ მოდი პირდაპირ იმის საჭმელზე ნუზრუნავ ის რაც ადამიანს არსებობისთვის ჭირდება. აი დაცვა რაში გჭირდება პატრიარქს მაშინ? და იმ დაცვას რამდენი ფული მიაქვს? ხო, აი რატო რაში გჭირდება? აი მე უბრალოდ ერთი რამე არ მოსმის, სხვათა შორის ეს პატრიარქს დაცვა დაუნიშნეს, ნუ ეს ხელისუფლება პატრიარქი დაცვით არ დადიოდა ილია მეორე ჩვენი უწმინდესი, მისი ყოველთვის სტიქაროსნები იყვნენ და ციანიდის და რაღაცამ დიდი ამბების შემდეგ დაუნიშნა ხელისუფლებამ და რო ჩაკეტა ოცნებამ პატრიარქი ილია მეორე მაშინ დაცვის ეს ხელისუფლების ის არის ხო მაგრამ აი დღეს ახლა პატრიარქს შიო მესამეს დაცვა რაში ჭირდება უბრალოდ მე არ მესმის ეს ხო დღეს მისი სურვილია მას ხო შეუძლია ჩვეულებრივად რომ დაცვა მოიხსნას აი მე უბრალოდ არ მესმის მაგალითად მე მივდივარ და დაცვა მომყვება ანუ დაცვა არის ადამიანი რომელმაც მე რო ვიღაცა მესროლოს მე მან უნდა დამიცვას და ის ვინც მე მესვრის ის უნდა განეიტრალოს უნდა ესროლოს მას აბა სხვანაირად როგორ და ეს ტიქაროსანი რომ მოყვება პატრიარქს გასაგებია იქ შენსიგვრივ ხალხი მოდის რაღაცა და ნუ რაღაც წესრიგის ამბავია მაგრამ აი დაცვა აი რაც სახელმწიფო დაცვა რომელიც რა ვიცი ხა სახელმწიფო დაცვა იარაღით დადის ხო აი რაში გჭირდება მე ხა ვიღაცამ თუ ჩემი მოკლა დააპირა აი თუ მომკლა აი როგორ ხა ჩემი მოკლა ვიღაცამ დააპიროს და ჩემი თავის გადასარჩენად მე მასზე უნდა ვასრულინო ჩემს დაცვას იარაღი მეტი აბა დაცვის ფუნქცია რა არის და აი ეს მე არ მესმის და ხა როცა ერს ეუბნები რომ საჭმელი სასმელი თან მშიერ ერს და შენ საჭმელზე კი არა საერთოდ არანაირი საჭიროება რო არ არის დაცვის და რატომ უნდა დადიოდეს აი პატრიარქი ჩვენი წინა პატრიარქი ილია მეორე ყოველთვის ხალხთან იყო ხალხთან ერთად ჭამდა და ხალხთან ერთად იყო და აი პატრიარქთან ხალხი ვერ მივა ჩვეულებრივი ხალხი ხალხი ის ვისაც თვითონ დაცვა მიუშვებს და ჩემი ხედვა მინდა ჩამოვაყალიბო მე დაცვა არ მესმის საერთოდ მე დიდხანს არაფერს არ ვამბობდი ხალხიც ფიქრობდა რომ იქნებ პატრიარქობის დროს შეიცვალოს და ხალხისკენ მობრუნდესო და მე არ მჯეროდა მაგისი რომ ის ხალხისკენ მობრუნდებოდა მაგრამ
მაინც გავჩუმდი, მაგრამ მე მინდა რამოდენიმე მისი ქადაგებიდან მისი მთავარი მიზანი რა არის მაგი განვაცხადო. პირველივე ქადაგებაში თქვა, რომ ჩვენო ამბიონიდან უნდა ჩამოვიდეთო სვეტიცხოველში, თქვა, ამბიონიდან უნდა ჩამოვიდეთო და ხალხში უნდა გავიდეთო, ვინცო ეკლესიის გარეთ დარჩაო, იქნება უძღებიშვილივით ისინიც ნანობენ თუ რაღაც ესე თქვა რა. ანუ ამით რა თქვა, რომ თურმე ხალხი რომელიც მართლა ეკლესიის გარეთ დარჩა ასეთი სამღვდელოების გამო, მისი საქციელის გამო და ბევრი მღვდელის საქციელის გამო და მათი პოზიციის გამო რომ ოცნებას და მთავრობას ასე შეეკვრნენ და მთავრობი მსახური გახდნენ, ხალხი გარეთ დარჩა და თურმე უძღებიშვილი ყოფილა ეს ხალხი. ანუ უძღებიშვილი ნიშნავს გზას აცდენილი, შეცდენილი შვილი. ანუ ის ვინც ეკლესიის გარეთ დარჩა, ისინიო შეცდენილები არიანო. ისინი არიან დამნაშავეები. მაგრამ არა უშავს აი შეცდენილად რომ ჩაეთვალა, რომ მოსულიყო, მართლა ელოდა ხალხი იქნება მოვიდესო რუსთაველზეო. იქნება რამე 1-2 სიტყვა თქვასო, მართლა ელოდა. მე ვეუბნებოდი რომ არ მოვამეთქი, მაგრამ იყო განცხადება ბოდიში იმაზე ჯაღმაიძე ამბობდა რომ მიმართავ სად მიმართეს ხო აი დააკვირდით პატიმრებზე არა კიდევ ერთ რაღაცას დააკვირდი როდესაც 17 მაისს გამოვიდა თქვა რომ ანუ ხალხი დაადანაშაულა აქ ხო უძღებიშვილი უწოდა 17 მაისს ხალხზე რავი საოცარი რაღაცა თქვა ვის ოძახშიო აბორტის სოდვა ტრიალებსო ის ოჯახი განწირულიაო ხო ეგ საერთოდ სწავლების ის არის განწირულია რა ვიცი ვის დედებს მით უმეტეს აი კომუნისტების დროს ალბათ არავის არ აყავს დედა ვისაც ეს ცოდვა არ ჩაუდენია ხო ნუ ცოდვა რა თქმა უნდა მაგრამ ოჯახი განწირულია ანუ ვინ არ აკეთებდა ცოდვა და არც ითვლებოდა ქრისტიანობა არც ვიცოდი ხო მაშინ და მაშინ ამას ვინ არ აკეთებდა და ხლა ან ამის გამო რომ ხალხს უთხრა რომ ოჯახი განწირულია ნუ ესე იგი გამოსავა ცხონება არ არის განწირული მაგას ნიშნავს მორჩა არ შეგენდობა არ შენს ოჯახს აი ეს პატრიარქმა როგორ უნდა უთხრას და მეორე ანუ მთლიანობაში თუ დავაკვირდებით ანუ ხალხია დამნაშავე აი ხალხი ეძებს საჭმელს, ახაც იგივე იყო. ხალხი აი საჭმელს და ევროპული ცივილიზაციის გულისთვის ხო იბრძვის და ებრძვის ოცნებას. და ოცნება კიდე ჭეშმარიტებას გვინარჩუნებს და ორ ფეხზე დგას. მამუკა მდინარაძე ორი ფეხით აპირებს ევროპაში შესვლას. და პაპუაშვილმა ვერ გაარჩია ევროკავშირი და საბჭოთა კავშირი. ხო ისინი. და ნუ საოცრებები ხდება. და ამ თავრობასთან არის და ხალხს ეუბნება რაო ღვთის სიტყვა არ ჯობიაო საჭმელ და სასმელსო და ხალხი ნაგავში იქექება შიერი ხალხი და ის რომ ოცნებამ ეკლესია აბსოლუტურად გაანადგურა ეკლესიაში კი ნათლობა აღესრულება მაგრამ ეკლესიაში არის მის ღვთის სიტყვა არის მის სიმართლე და ეკლესიას პატივს არ ბცემენ. ესენი ხო ამბობდნენ ეკლესიას ვიცავთ, აი ვინ არის ეკლესია? დაპატიჟეს პატრიარქი პარლამენტში. ხო. აი ჯერ ერთი პატრიარქი რატო უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის შეჯამებით სიტყვას პატრიარქი რატო უნდა უსმენდეს? ჯერ ერთი, ხო? რატო უნდა უსმენდეს? მაგრამ კარგი. ხო, კარგი. დაპატიჟეს. იქ პრემიერ-მინისტრმა თუ დააკვირდით როგორ დაამცირა რომ მადლობა მოუხადა პარტიული თანადგომისთვის. ანუ ოცნებასო გვერდით უდგას იმისთვის. კონკრეტულად ოცნებას, რომელსაც 10% ყავს ამომრჩეველი, ისიც იძულებითი და თუ გინდა 20 იყოს. ესე იგი ამ 20%-ის ხარეს არის პატრიარქი. და სხვა ხალხის შენ არ ხარო ერის მამა რა. არ ხარო ერის მამა ეგუთხა. და შემდეგ პარლამენტარებმა მოკლედ იქ ტრამპთან ხო იყო ბრძოლა წესების გარეშე. ანუ აი ტრამპმა რახან ეს ჩაატარა, ამათმაც პატრიარქს პატივიცეს და ბრძოლა წესების გარეშე ჩაატარეს და
ამ ოცნების პარლამენტარებს მინდა უთხრა რომ ის მას კი ქვია ბრძოლა წესების გარეშე, მაგრამ იგი არის წესები. მაინც არის ის მაგალითად წონა უნდა ჩააბარო. და ამ იმან რაგვარია ის რკინები რომ ტალახაძემ წონა ჩააბარა? ანუ თავის წონას ეჭუბა? ისიც არ ჩაუბარებია წონა. ხო, ნუ მოვლენა ეხა იყო არ იყო იმ მომენტში პატრიარქი, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მოვლენა თვითონ ეხა როცა ადამიანს მოიწვევ პატრიარქს და მას დაალოცინებ და იქ ესეთ ამბავს ატეხავ. ესე იგი ატეხ ესე ჩხუბდა გინებას, ესე იგი პატივსაცემ. მეორე კიდე ამის შემდეგ, ხო? ჩვეულებრივ ეს შეიძლება და განცხადებაც რომ ეს ესე არ შეიძლება ადგილი სადაც პატრიარქი მიდის და პატრიარქი აკურთხებს და შემდეგ ესე იქცევიან. ესე იგი პატივსაცემენ ეკლესიას. რატო არ შეიძლება რომ პატრიარქმა თქვას, ეხა ქადაგებაში ეთქვა რომ ესე არ შეიძლება ერთმანეთის ესეთი ცემა, ჩხუბი, მაგრამ აქ ცემა, ჩხუბი არ არის, აქ არის ის რომ ოცნების ჯგუფი მოერია. ზეამაღლობელმა რომ ხელი თურმე გაულაწუნა იმას პოლიციელს, ამის გამო ციხე მიუსაჯეს და უმძიმეს მდგომარეობაშია და ესენი გამოვიდნენ და ეს ამბავი ამოწურეს, ნუ ტელევიზიაში რაღაც უთქვამთ, არ მინდა ბოდიშიო და დამთავრდა. ბოდიში არა, თუ მზია ამაღლობელი ქალი ლოყაზე სილის გაწუნის გამო ციხე მიუსაჯე, მაშინ რატო არ უსჯია მათ ციხეს? აქ არის მთელი ის რომ იკერძოებითია ეს ყველაფერი, მაგრამ ქრისტე ხედავს ყველაფერს, ღმერთი ხედავს და ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც არც ერთ წარსულში უმძიმეს და უდიდეს მტრებსაც არ შეუშინები ვარ და თავი არ დაგვიხრია და ასე რომ გავიმარჯვებთ. აქ არის ეს დღევანდელი სახარება, ეს მთავრდება, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს თავის თავზე. ეყოფა თითოეულ დღეს თავისი საზრუნავი. ეს ნუ ზრუნავ გითხარით რომ ცოტა ჩვენ სხვანაირად გვაკაკეთებული, ანუ ნუ შფოთავთ. ხო. და ეს ესე ვთარგმნეთ, ნუ შფოთავთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თქვენი შფოთვის გარეშეც დადგება და საკმარისად მოიტანს თავის საზრუნავს. ეს არის აი ხვალინდელი დღის შიში. ანუ მომავლის შიში ნუ გექნებათ. ანუ ვინც იცის რომ აკეთებს სიმართლეს, ცხოვრობს სიმართლით, მას არ უნდა კონდეს ხვალინდელი დღის შიში, რა მოხდება. რადგან თუ ამ სიმართლის გამო მოხდა ის რომ ხვალ დევნა დაუწყეს, მაშინ ქრისტემ უთხრა გიხაროდენ. კი. ხო? ანუ ყველაფერი რაც მოხდება მართალი კაცისთვის, ყველაფერი მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ღვთის დაშვებით. და ღმერთი მართალკაცზე არასოდეს არ დაუშვებს იმას, რაც მართალკაცს ავნებს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ასარჩევად გვაქვს ამ ქვეყნიური კეთილდღეობა თუ ჭეშმარიტება, იქ არ უნდა დავდუმდეთ. არ უნდა გაჩვენოთ. და თუ ჩვენი სიტყვა, თუ ჩვენი სიმართლის თქმა პურს წაგვართმევს, არ უნდა შეგვეშინდეს. იმიტომ რომ უფალმა იცის ჩვენ რა გვჭირდება და ხვალინდელ დღეზე ხვალ პური არ გვექნება იმის გამო რომ დღეს სიმართლეს თუ ვიტყვით რომ გამკვეთავენ და ამას იზამენ მოგცემს ღმერთი იმას მოგცემს რაც ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელია და სხვა დანარჩენი შეგვემატება. ოღონდ თავარია ჩვენ სიმართლეს ვემსახუროთ. სიმართლე გვაინტერესებდეს და სიმართლის გულისხმის სიკვდილზეც კი მივდიოდეთ. ეს არის უმთავრესი ქრისტიანისთვის და კერძოდ ეს არის სამღვდელოება პირდაპირ ეხება. პირდაპირ სამღვდელოებას ეხება. იმიტომ რომ აი ეს მთელი სწავლება, რაც თავში ჩამოვთვალე, აი მერვე თავში მთავრდება და ესე წერია ხოლო, როდესაც თიდან ჩამოვიდა, დიდძალი ხალხი მისდევდა მას. რაც მინდა სამღვდელოებას უთხრა კონკრეტულად და ყველას, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს, რის კაცსაც, ვინც ქრისტიანია, ეს მეხუთე თავიდან მეშვიდე თავის ჩათვლით მერვე თავამდე აუცილებლად წაიკითხეთ და
და ეს ჩვენ გვითხრა ღმერთმა. ჩვენ ეს უთხრა ყველა ეპისკოპოს, ეს უთხრა ყველა მღვდელს, ყველა დიაკონს და ყველას, ვინც ქრისტეს ეძებს. ამიტომ ვეძებდეთ პირველად ქრისტეს სამართალს და სხვა დანარჩენი არ დაგვაკლდება. და თუ სხვა დანარჩენი დაგვაკლდა, მაშინ უფრო დიდი გვექნება ქრისტესგან, ეს არის სასუფეველი ცხონება და გადარჩენა, რომლისთვისაც ვართ მორწმუნეები, რადგან ქრისტესთან ყოფნა აქაც და იქაც არის ერთადერთი გადარჩენის გზა. სხვა გზა არ არსებობს გარდა ქრისტეს. შეგვეციოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ, ამინ, ამინ. მომავალ შეხვედრამდე.